მესამით გაუმარჯოს დღეს დღემშვიდობის. ნახოთ ჩვენი შოკოლადის დათუნია. დაახლოებით ვიდეოს გადაღებიდან დაახლოებით გამოგასულია 1 საათი ალბათ. ხოდა მოდი ახლა ვნახოთ რა გამოგვივიდა და საერთოდ თუ გამოგვივიდა რამე. იმიტომ რომ ამ ვიდეოს გადაღების შემდეგ ვიწყებ რას ვიწყებ თქვენი აზრით, ვიწყებ იმას რა ქვია. სასროთს და სირბილს და არ ვიცი სად დაგაყენოთ თქვენ რომ ნორმალურად დაგსვათ. აი ესე იყავი. გამოვიდეთ. მოდი ჯერ გამოვიღებ ისევ პატარას. იმიტომ რომ წევანდელი მცდელობა იცით რომ ჩოგვივარდა და ნახოთ რა იქნება. ეხლა მინდა რომ ეგ დაგაყენოთ თქვენ პირიქით და დაბლა ჩამოვწიო რომ აი ეს გამოჩნდეს. ხო, ჯობია. ან ეს არ გეგონოთ რომ რამეა. ჰაერია შიგნით შესული. საკმაოდ ისეთი ამოსაღებია აქედან, იმიტომ რომ წეღანდელ ვიდეოში გახსოვთ თქვენ რომ გავაფუჭე, ოღონდ ის იყო გასაყინი. აუ თავი არ გატყდეს ოღონდ. ვაიმე ყური დაგვრჩა. რა სიცოცხლეა ყური არა გაგშვილო. ვაიმე ღმერთო ნახეთ. ხედეთ. ეხა ამას უყურეთ. ამას უყურეთ რა ლამაზია, ოღონდ ყური არ გვაქვს. აი მე ბეწვიმებს დააკვირდით ახლა რა. შეხედეთ. თვალები ცხვირი ესმა მოიხატოს მერე. ანუ ყურმა გვიმტყუნა. ამღების ის უნდა დავამუღამო, ანუ ჩემბრალია ყურის მხრიდან არა. აი გოგო. ყური არის აქა. ანუ ეს შეიძლება გავარემონტოთ რა, ანუ მე. მაგრამ შეხედეთ რა ლამაზი. ოღონდ ეხა ეს ამ სიცხეში მართლა არ გამოდგება, ან გააკეთო, ამაზე ვერ იმუშავებ, იმიტომ რომ ცხელა, ანუ სიტუაცია არის ოთახში ისეთი, რომ ცხელა. ამიტომ თუ ესეთ რაღაცას გავაკეთებ, მოგავაკეთო ხოლმე საღამოხან სიგრილეში, თან მაცივარში უნდა ვინახო და თან ავღებო და დავამუშაო და გავხადო დათუნიეთ. ეს ძალიან საყვარელი გამოვიდა და მოდი ახლა ვნახოთ როგორი გამოვა ჩვენი დიდი დათუნია, დიდი ისაუქრად მოვიყვანოთ აი ესე და ვნახოთ რა იქნება და როგორ. ეს ძალიან მომწონს, უბრალოდ ყური მოგვიძრა და ამის გამაგრება შეიძლება, მაგრამ ეხა ისევ შოკოლადში ჩავაბრუნებ ამას. იცი ყური და ბავშვებისთვის იქნება ძალიან გემრიელი სუნი აქვს, ოღონდ მაგრამ ეს აქ დავსვათ. ჩავაწინოთ ხელებს დავიბან ერთი წამით. ახლა ამოვიღოთ მეორე ეს გასარიცხებში ჩავაბრძანოთ და ნელ-ნელა დავამუღამებთ თვითონ მაგ სილიკონის დამუშავების პროცესს. ეს არ უნდა გაჭირდეს, იმიტომ რომ ეს არის დიდი დათუნია. წესით და რიგით. ეს უნდა არ მომწონს ეს შტატივი, რა მე მგონი ბოლო ჯერ ხართ აქ.
ეს არის საკმაოდ დიდი ზომის დათუნია და წესით ეს უფრო ადვილად უნდა მოვიღოთ. დიდი ხანი ხელში არ დაგვეჭიროს, იმიტომ რომ სილიკონის ფორმა თბება და დათუნიაც დაზიანდება. მოდი ახლა ვეცადოთ ეს მაინც ამოვაბრძანოთ დაზიანების გარეშე. არც ვიცი აქ სადა აქ ხელები, სადა აქ ყურები. აჰა, ხელები გავათავისუფლეთ, მე მგონი. არ ვიცი. არ შემიძლია. ოღონდ ყურები არ მოსძრეს, არ მოსძრეს, არ მოსძრეს. ვაიმე რა სიცოცხლეა, ვაიმე რა ლამაზია, რა საყვარელია. ვაიმე ნახეთ ხალხო რა საყვარელი. აუნთო ეს. ვაიმე რა ლამაზი ხარ, დათუნია რა ლამაზი ხარ. ვაიმე რა საყვარელი. ეხა ჩაუწიე შუქი რომ კარგად აღიქვათ, ნახეთ რა საყვარლობა. ვაიმე კუდი გონია. თათები, ცხვირი, თვალები, აი აბსოლუტურად ყველაფერი. ხა ეს ჩაუწიე რომ კარგად აღიქვათ. ნახე. სრულიად კარგად არის გაყინული, მაგრად. და ისა ძალიან მომწონს. ეს ჩავაბრუნოთ. ეგ გადაგინახეთ. ძალიან საყვარლობა ხარ დათუნია, ძალიან საყვარლობა. ან ხო შეხვდა უირო როგორი დიდია თქო, არ არის დიდი. ამ ნეტა იმ პარკიც უნდა დამეტეს და ჩავა თუ არა თქო. მაგრამ ხა რა არის იმდენად ცხელა რომ ამისი დამუშავება ეხა თან ხელებით ვაკეთებ ეს უნდა მე რომ თუ რაღაცა და ვაქცევი მათ რისი წარმოდგენაც მე მაქვს რა თქმა უნდა სხვანაირად უნდა იმუშაო ესეთი შიშველი ხელებით არ უნდა იმუშაო ისეთ პროდუქტთან რომელიც იქნება უკვე სხვისთვის განკუთვნილი საჭმელად და სრულიად სხვანაირად უნდა იყოს დაცული ყველაფერი ეგ ვიცი ეს უბრალოდ არის წეგანაც ვამბობდი რა წეგანდელ ვიდეოში უფრო სწორად რომ არ მიყვარს ისეთი რაღაც როდესაც დაიწყებენ მაგალითად რაღაცას და ერთ კვირაში აღმოაჩენენ რომ უი არ გაამართლა რაღაცა ვერ გავაკეთეთ ამიტომ სულ მინდა ხოლმე რაც არ უნდა პაწაწინა და რაღაცა იდეა იყოს ჯერ ის იმან კარგად იმუშაოს რომ მივხვდე მართლა რამდენად კარგია და რამდენად შეძლებ და ეს ამაზე სამუშაოა ჯერ კარგად მესმის ეგ ამბავი არ არის ადვილი თუნდაც ამ ყალიბთან მუშაობა და ვნახოთ მე რა იქნება და როგორ იქნება საღებავებს შევიძენ და დავიწყებთ დათუნის დამუშავებას და რო შეხედავ უკვე ვიზუალურად იქნება დათუნია რა თქმა უნდა ის საღებავები საკვებია და იჭმევა ძალიან საყვარელობა გამოგვიყვება ძალიან აქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ ის ვარდებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ზომა, ანუ ესეთი როგორ იქნება, მე შეიძლება ჭხირებზეც გაკეთდეს და რაღაცა რა ვიცი, მაქვს იდეები, მაქვს ყოველ შემთხვევაში, მაქვს. ეს ხლამას არ ჩავაგდებ. იმაში რა ქვია, დასაყინად მოვტყუდი არც უნდა ჩამეგდო. ამას დავდებ და ხვალ ნინიკო შეჭამს ამ დათუნიას დავაბრძანებ მოცივაში რომ არ გაულხვეს და ძალიან საყვარელია ისე ჯერ გაგიღო და მე აგიღო ხელში არა ეს დათუნია დავსვათ აქ მე მოიცა სად დავსვათ აქ არა აქედან გადავარდე ორი წამით უი მართლა ჩემმა აქ დაბრძანდებოდეს ჩემმა იმერმა რა ქვია დაიწყეს კვერცხის დება იაპონკებმა ისევ განაახლეს კვერცხის დება
ნახეთ. აი მე კიდე ამ დავარი ქალო. ხო და ისა. მე მგონი ერთი კვერცხი იმაკლია, რომ ჩავდო ის იმაში. თემოზე ნაყიდი რა ქვია იმას? ინკუბატორი, თემოზე ნაყიდი ინკუბატორი ჩავთა და დავაწეროთ თვე და რიცხვი რაღაც და პრინციპში ხო მეორე თვეს იქნება 21 დღე მეორე თვეს ხო და ნახოთ რამდენად გამართლებს რა ვიცი ამართლებსო და უნდა ვიცინო მაგან რომ მართლა გაამართლოს წავედი ხა გარეთ რა თორე საშინლად ცხელა რა მივალაგეთ ყველაფერი რისი მილაგებაც შეიძლება და ეხლა უნდა ნახო მაქვს თუ არა კიდე მაიონეზი რომელიც შეიძლება ლაშამ ჭამოს და ძალიან ცოტა არის ანუ ხვალე მარხვა აღარ არის ხვალე პეტრე-პავლოვა მარხვა ხსნილდება ხო და საჭმელთან დაკავშირებით ბევრი რამე არ მინდა რომ გავაკეთო რომ ხვალისთვის, როდესაც დღესასწაულები არის ხოლმე, რაღაცა პატარა სუფრას ვაკეთებთ ხოლმე რა და ესე ინახე. ხო და რაღაცებს გაამზადებს ალბათ ლაშა თვითონ და მაგიტო არ მინდა რომ რამე ზედმეტად და ბევრი გავაკეთო, იმიტომ რომ აფსუსია მე გაგუჭება და რა ვიცი. ასე რომ ფიქრობ რა ვქნა თქო და მე მგონი მაკარონს მოვხარშავ ალბათ. მაგრამ მანამდე ყველამ ტორსას რო ჩავთავ და დღევანდელ ჩემს ეგრეთ წოდებულ უქნარულად გატარებულ დღეს ცოტა ვაქცევ შრომის უნარიანად იმიტომ რომ ისე მოქმედებს რაღაცა რომ გასაკეთებელი და უძლური ვარ იმიტომ რომ არ შემიძლია სიცხეში მოძრაობა აი ჩემი ამიდები იყო ის წვიმები და ის ყველაფერი რომ წუწუნებდი ის წვიმები იყო ჩემი ამიდი რატო წუწუნებდი გოგო ხოდაი რომ გავაკეთებ ვიცი რომ აი ხარ რაღაცნაირად ვარ ის დავწყნარდები იმიტომ რომ ის რაც გასაკეთებელი მაქვს გაკეთებული მეკნე ზუსტად 7 საათია და რატომღაც ის ვიდეო არ იყო ჯერ ატვირთული და ვნახოთ აბა აიტვირთა თუ არა ძალიან უჭირს ეს ვინ არის ჩემთან იყო ვინმე რაღაც ხაუცად მოვიდა. და ყველაზე კასასიამოვნო მომენტი აბანოში შესვლა და გამოსვლა და აი ეს რო ითაბალაბაკ უწესრიგ. იცი როგორ დღეებია? აი რო ზიხარ და შეხედავ რაღაცას ეს აქ დავდგა, ის იქ დავდგა, ეს გავაკეთე, всё, აქ მორჩა. ეხა აქეთ გადმოვედი ეს წყლის წყალთან კაი ბაკს ვერაფერს ის მაგი და იქით ხო არ გადავიტანო ეს წყლების ის რომელიც წყლებია დაშლა მინდა მაგისი ხო არ დავშალო მოდი ამას გადმოვდგა იმას დავშალე რაღაცა ის გადავდგე ის დავშალე ის ავაწყე რაღაცა всё ესეც მოგვარებული ანუ რო ზიხარ და თვალებით რო აკეთებ საქმეს აი ეგ არის დღეს აი 5-იანზე გავაკეთე ყველაფერი უბრალოდ თეორიულად. უსახის კანზე რო ვიდებ ხერს ვატყობ რომ აი გასაწმენდი მაქვს მაგარი და სხვა შორის ხან ყავით ხან ისა რა ქვია პურის ფქვილი სიმინდის ხო ჭადის ფქვილი სიმინდის ფქვილით ვიმაშვები ხომ და მიხანი არ მიქნია ეგ ისიც ამქონდა ადრე ვიღაცამ გამომიგზავნა შენახული მქონდა სახის კრაბი რომ უნდა დაიმუშავდა ძალიან კაია მაგრამ ერთადერთი რაც ვაკეთებ ხოლმე არ ვიცი შეიძლება გაგეცინოთ ძალიან მე მიყვარს ბავშვებსაც აი ესეთი მიეჩვინე კიდეც და წინაზე რომ გაუფუჭდათ მათ ჩალკები და რომ ვუყიდე არ მოეწონათ იმიტომ რომ არ იყო უხეში ხო და მეც და ბავშვებიც ეგეთ აი მაგაზე რომ მათ ჩალკაზე რომ ივასწავლოს მე რა ქვია საპონს და აი როგაი სახეს რო აიხევ მაგაზე კარგად არაფერი არ დისუფთავებს
საით? ცივი წყლით არ დაისხა და ელოდე გაცხელდე. ისა ბავშვები ლაპარაკობდი დროებიდან ხოდა რო გადავიდე მე. სად უნდა გადახვიდე? უკან ბავშვები. თუ ილაპარაკე უკვე რა უნდა გადახვიდე? რო ვითამაშე. არ ვიცი ნახოთ. ვინ არიან? ნიცარი, ნიარი, ანდრიარი და ის არის დაჩი. ბაჩოუსოთ. ბურთი თამაშობენ? ხო. არ ვიცი რა. გეყოფა კარგი. დაიცა საწყალი. მაშინ დასაბანი ხარ, მარტო ხელის და ფეხის გადავლება არ გიშველის. ეს ცერათითები არ გეშლება იმისა, აი ესე რო გაქვს იმაში ფეხსაცმელებში? ხო, სველი რომ აქვს, მიცრობს და ეგრე. წერი გაიმშრალე კარგად. გახდა და გო. აი მე რა საგიხარ, ფილო. მოკლედ ხო გამოგვივიდა და დუნია გამოგვივიდა. ხო და ეხა მანან აბა ეხა ადექიდა და დროზე გატრიალდი და გამოტრიალდი მიდი. ბავშვებს უნდა აუზის დადგმა, მაქვს აუზის ნამდვილეში, მაგრამ აი ამ ადგილას ვდგავთ ხოლმე აუზს, სადაც აი ეს მანქანაა გახიდული. ისე მაგრამ ეზარება, იცი რომელი აუზია, აი რო წყალი რო ბერავს თვითონ და იმის მოსუფთავების ნერვი არა მაგ უნდა მართლა თან ზუსტად ვიცი ხა კატები არ გაჩერებენ მაგას. გავაჭი. არა და ის დასადგამი აუზი ვაპირებით წელს რო გვეყიდა დასადგამი რო აი ესე უთკუთხედათ და აი ეს მანქანის გამო რა არ არის. ეხა წარმოიდგინეთ, აი აქ. აი აქ მედგა ხოლმე აუზი, აი ესე. ეხა რომ იქ აუზი დავდგა, ფიზიკურად ვერსად ვეღარ წახვალ, იმიტომ რომ ეს მანქანა უნდა, ანუ აღარ ვარგა უნდა გაყიდოს თუ რა ვიცი რა უყოს არ ვიცი და ანუ სანამ ეს მანქანა აქ არის, აქ აუზს ვერ დავდგავ. იმიტომ რომ ფიზიკურად ეს უაღარა. ამას რა. მეწეწინა გოგო. დილას ეს დავკარგეთ, ვეძებეთ, გადავაბრუნეთ ყველაფერი და აი აქ იყო შიგნით შემძვრალი, შიგნით და რო ავხადეთ, აქედან დავინახეთ მე. ეძინა. არც დაძახილზე მოდიან, არც არაფერი. აგე ეს ყუთი სათამაშოდ დაუდგი. და შენიად ერთობიან. წავიდა ეხა ეს სანადიროთ, მოუყვანს თავს, მერე იჩხუბებენ და ისევ თვითონ შეჯამს. ჩემი პრინცესა. ჩემი პრინცესა. თვალი რატო გაქსველი გოგო? იტირე? წეგანი ბანდა და ეცრემლება ხოლმე, ბავშვობიდან ეცრემლება თვალები. ისინა. ბიჭები არიან, სახლს აშენებენ ბიჭები. ჭეტილო. ჭეტილო გოგო. რა სუყურებ მაღლა. რა არ ვიცი ვიდეოში ძალიან დიდები ჩანან, მაგრამ იცი რა ერთი ბეწოები არიან. ივანეს სკოლაში გავიდა და სანამ ოთახი თავისუფალია, სანამ აღარ არის არავინ, წავალ ხა და დავალაგებ. ჩამოდი აბა დამენახე ვიზუალურად როგორი ხარ. ბავშვებთან მიდის სათამაშო. ტახტის უკან ალაგია ოღონ ნასკეფით. ერთი ნახევარი საათი და გადმოდი. არ დამაძახებინო, იცოდე თორე მე ვეღარ გახვალ. რომ და ისა. იბანაო. დავრეცხე წეღან აი ისა ბრუნი მაქვს ასაძრობი და სხვა დასაკრობი და კანჯაო მოკლეთ რა, ხო იცი ერთი რო ასწრება და ვერ რო არა და ეს ბრონი რაც მაჩუქეს ეს ტელეფონი
იმის მერი აყურია იმდენად მაგარი, გერმანული ბრონია, როგორც ვიცი და ძალიან მაგარი. წაველი ხახარხნო, აღარც თქვენ მოგაცდეთ, აღარც მე მოვწდები, იმიტომ რომ მეც საქმე მაქვს და გავაკეთოთ ჩვენ საქმე. თავარი ის არის, რაც გვინდა და გამოგვივიდა და თუნიას შოკოლადის რამე რუმეები და კიდე მაქვს რაღაც ბაგასთან დაკავშირებით რაღაცა იდეები და მე გავაკეთებ. თქვენთან ერთად რა თქმა უნდა. ჭრილებიც გასაკეთებელი. ხო თქვი რომ ჭრილები უნდა დავიკრამეთ. ხო ეხა წავალ მტვერსას უტით შემოვიქროლებ, მე გამოვწმენდავ, მე მტრებს გადავწმენდავ, მე ჭრილებს გავიკეთებ, მე ვიბანავებ. სავარაუდოდ დაკრობის აზრი არ ექნება, იმიტომ რომ უნდა დავწვეთ დავიძირო მე. წავედი.